რამოდენიმე დღის წინ მეუღლეს დაემართა ინფარქტი. და წავიყვანეთ სასწრაფოდ და გაუკეთეს გადაუდებელი, ანუ ორი სტენდის სადგმა დაჭირდა. დაგვაზღვია სადაზღვეო 70% და 30% უნდა გადავეხადათ ჩვენ. ანუ შეადგენდა თანხა 840 ლარს. ეხლა მოგეხსენებათ როგორი თანხა არის უმუშევარი ოჯახისთვის გადასახდელად ეს თანხა და წავედით მერიაში, რომ ვიფიქრეთ რაღაცით დაგვეხმარება და დაგვაფინანსება. მივედით და როგორც შევედით, ჯერ არ მქონდა არაფრის იმედი რომ დამეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც მეთქვი მოცდაბედის მონახევრია მივადექით, მივედით და ვეკითხები რომ ასეთი სიტუაცია არის და დახმარება მჭირდება. წინასწარ უნდა დაგეწერათ განცხადება. აიმე მეთქვი მე მეუბნება, ეხლა ძალიან გამიკვირდა ეხლა ასეთი რაღაცა და მეთქვი ინფარქტი ვინ იცის წინასწარ ვის ემართება და ვინ უნდა დაწეროს წინასწარ განცხადება, ეგ არ იცი არა. ხო და ნუ ანუ არც ერთი თეთრი და არც ერთი კაპიკით არავინ არაფერში არ გეხმარება და მე არ დამხმარებია ყოველ შემთხვევაში და ჩემს გარშემო ვისაც რა ჭირდება არავინ არ დახმარებია.